სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო და ისევე როგორც ყოველ სამშაბათს დღესაც რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას მე და ბატონი ზურაბი. მე გახლავართ დაფნა, ბატონი ზურაბი კი გახლავთ ამ პროექტის თანაწამყვანი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი, სექსოლოგი, პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. გადაცემას ეწოდება აკრძალული ხილი და ის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადის ყოველ სამშაბათს 22 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების თანავ. გადაცემა ეხება სექსს, ვლაპარაკობთ ყველაფერზე პირდაპირ და გახსნილად, ამიტომაც 16 წლამდე მოზარდები გთხოვთ მოაშოროთ რადიო მიმღებებს, მაქსიმალურად მოგვლიჯეთ, მოწყვიტეთ და სხვათა შორის რო შევიათ ყურსასმენებში ამ ბოლო დროს გამეფებული ეს რაღაცა გავრცელებული დაავადება, რომ ბავშვები აღარ კონტაქტობენ მშობლებთან და ყურსასმენები უკეთიათ, ზოგჯერ შეამოწმეთ ხოლმე, აი ესე ჩუმად და შეფარვით, რას აკეთებენ, რას უსმენენ და რაზე აქვთ ყურადღება გადმახვილებული. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ძალიან გაღელვებთ თქვენი შვილის ბედი და იცით რა, ხო, სხვათა შორის ბატონო ზურაბ, მე არ მოგეცეთ საშუალება რომ გამარჯობა მაინც გეთქვათ იმ ხელა ტირა და უპირველეს ყოვლისა თქვენ მოგესალმებით დაფნა. დღეს განსაკუთრებით მომწონხართ. რატო? მე მგონი დამეთანხმება ჩვენი მაყურებელი რომელიც უყურებს, ხო? უყურებს მაყურებელი, მივესალმოთ მაყურებელს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან დამეგობრება შეგიძლიათ, ჩვენი არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ყურებაც შეგიძლიათ. ეს 21 საუკუნე მოიტანა ასეთი ფუფუნება, რომ თქვენ შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ და ეს ხდება რადიო იმედის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Facebook-ის გვერდზე, ოფიციალურ პროფილზე, რადიო იმედი უნდა აკრიფოთ. და იქ შემდეგ დაინახავთ პატარა ღილაკი, რომელსაც ეწოდება ვიდეო. დააწვევით ვიდეოს და გვიხილავთ. დარწმუნდებით რა სიმპათიური არის დაფნა. დღეს. არა, ყოველთვის. დღეს განსაკუთრებით. ყოველთვის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. საინტერესოა, ჩემი თავი როცა არ მომწონს ხოლმე, აი იმ დღეებში მოვწონვარ მამაკაცებს. Ну, მაშინ თქვენ უნდა დასვათ საკითხი ლოგიკურად გამომდინარეობს აქედან. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ მოწონდეთ თქვენ თავს და მამაკაცებს მოწონდეთ. მე ჩემი შინაგანი მდგომარეობა მე მირჩევნია, რომ მე მომწონდეს ჩემი თავი. ეს გასაგებია, მაგრამ ახლა პრაგმატიული თვალსაზრისით რა არის? პრაგმატიული თვალსაზრისით ალბათ მეორე. მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია მამაკაც მოსწონდეს ქალი. და საერთოდ პარადოქსია რა, პარადოქსია, როდის როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს. როგორი? Ну, აქ ახალი არაფერი არ არის. ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს და ლიტერატურას რომ მოვეშვათ, დაკვირვება, თუნდაც ჩემი პრაქტიკა, მრავალრიცხოვანი, ასე ვთქვათ, საუბრებისა პაციენტებთან, სადაც პაციენტი კურს მიხსნის, ხო? ინტიმურ დეტალებზე ყველა ექიმს ელაპარაკებიან, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმსაც, ალბათ კარდიოლოგსაც, ახლა ცოტა მეც გინეკოლოგს, მაგრამ სექსოლოგს ყველაზე მეტად. ესე იგი რა ხდება, იცით, აი მამაკაცი მაგალითად არა, თავის ასე ვთქვათ, რჩეულ ქალში ყოველთვის ეძებს დედის თვისებებს. და ქალი პირიქით მამის თვისებებს. და ну, შეიძლება ეს ერთი შეხედვით პარადოქსიც იყოს, ალბათ პარადოქსულია, იმიტომ რომ ახლა შობელი კი უყვარს ახლა, მაგრამ შობელისგან ბევრი ახლა ასე ვთქვათ დასჯაც ახსოვს, ისიც ახსოვს და რატო ეძებს პარტნიორში? Ну, ეძებს ესეა. მოვადეთ რა, კითხვა გამიჩნდა. მე რა თქმა უნდა მქონდა ეს საკითხული, რომ გოგონა მამას ეძებს, მამაკაცი დედას ეძებს. აი, არასრულფასოვან ოჯახებზე რო ვისაუბროთ, გოგონები, რომლებიც უმამოთ არიან გაზრდილები, ისინი ვის ეძებენ? ვინ არის მათი ცხოვრების გმირი? იცით რა, არის ესეთი რუსულად კარგად ჟღერს, ახლა ქართულად მიჭირს მისი გადათარგმნა, ახლა ალბათ მომიტევებს რადიო მსმენელი ვიტყვი რუსულად. Свято место пусто не бывает.
რა ხდება იცით ესე იგი ჩანაცვლება ხდება აუცილებლად ხდება ჩანაცვლება შეუძლებელია რომ არ ხდებოდეს ჩანაცვლება იცით და მამა შეიძლება ჩანაცვლოს ვინ მეზობელმა მამაკაცმა არა ნუ ჯერ ერთი ალბათ იდეალურ შემთხვევაში მამინაცვალმა ხო მამინაცვალი იცით ხო მაგრამ ჩვენ ხო საქართველოში ვცხოვრობ და დედები იშვიათად ხოვდებიან ბავშვები დედები ხოვდებიან იშვიათად უფრო ხშირად ბაბუა ბიძა ბაბუაც თუ არ ყავს ბიძა ვიღაცა ყავს ვარიანტია მე შეიძლება მეზობელიც იყოს რაღაცა ნუ ყოველ შემთხვევაში იცით რა უბრალოდ მე მოვისმინე ჩემ მეგობრისგან უმამო თუ არ გაზრდილიო აი თქვენ რასაც ამბობთ ჩანაცვლება ბიძით და ბაბუით ვერ მოხდა იმიტომ რომ არც ერთი არ ყავდა ყავდა მხოლოდ დეიდა და ბაბუა გარდაცვლილი იყო როდესაც ეს გოგო გაჩნდა და მითხრა ძალიან ბევრ დროს ვატარებდიო ჩემი დაქალის ოჯახში აი მამა მისი უფრო მეჩვენებაო მეორო მამა მისმა დაიკავა ის ადგილი რაც მამა ჩემს უნდა დაეკავებინა 100%-იანია და ამ შემთხვევაში ჩანაცვლება ხდება 100%-ში ადგილი არ რჩება თავისუფალი როგორც იმანდაზაში არის რომელიც თქვი და ასე რომ აი ესე ხდება და მე ყველაზე მეტი პარადოქსი კიდე რა არის იცით აი განსაკუთრებით მამაკაცის ასე ვთქვათ აი ფსიქოლოგია არის საინტერესო ამ თვალსაზრისით ხო უნდა ეძებდეს პარტნიორად და აი ცოლად მამაკაცი ისეთ ადამიანს რომელიც უქმნის კომფორტს ხო მართალია დიახ ესეც ხდება ლოგიკურად ესეა და ესეც ხდება და რაღაცნაირად კომფორტს ეძებს მაგრამ მამაკაცის პარადოქსული არსებაა და ესე იგი კომფორტი თავისებურად ესმის ცოტა და აი როდესაც ლაპარაკია სექსუალურ პარტნიორზე და მეუღლეზეც კი აი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ ქალები რაღა ნუ კაპასი ცოტა ავიქალები ხო რატო რა საინტერესოა კი უფრო მიზიდველები არიან მე და ჩვენი ხმის რეჟისორი ვლაპარაკობდით გადაცემის დაწყებამდე ზუსტად ამაზე აი ეს უკაცრავად მეც ახლა რუსულ ტერმინს ვიხმარ სტერვა ქალის იმიჯი რატო არის მიმზიდველი კი, ნუ ჯერ ერთი მოდი ნუ გამორიცხავთ იმას, რომ ალბათ დედაც ეგეთი ყავდა. უმრავლესობა. კი. კი. და მე თანხმედრა ხდება ამ ორი ფაქტორისა და გარდა მაგისა თვითონ აი სტერვა ქალი ეს იცით რა უფრო ხშირად სტერვა ქალია რა, ავი ქალი ისედაც მიმზიდველია რა. აი რო კაპარჩხანობს ისტერიკებს რომ მართავს არა იმ დროს არა თეფშებს რო ისვრის ხო არა იმ დროს არა მაგრამ აი ესე საერთოდ რა ყოველთვის თეფშებს ხო არის ვრის ხანდახან იცინის კიდევაც არა ალბათ მაგრამ მე ვიცნობ მაგალითად ადამიანებს რომლებიც ძალიან იშვიათად იციან ხოლოდ თეფშებს ისვრია არა ნუ არიან სულ უკმაყოფილო რეკს ხო არის იცით რომელი არის აი ეს ხო არის ეს უჟმური ქალი აი უჟმური ქალი პოპულარობით არ სარგებლობს მე მინდა მაგრამ ძალიან ბევრი ცოლი არის უჟმური და კაცები გარბიან მე და ყავს ჟმური აი ესე ხდება რა აი ესე ხდება საბოლოო ჯამში ფავორიტი მაინც ასე ვთქვათ უკვე არ არის რა უჟმური ქალი ფავორიტი არ არის სტერვა არის ფავორიტი დიახ ყოველთვის და სტერვა არის სექსუალური ალბათ ამასობაში აუცილებლად ყოველ შემთხვევაში ასოცირებას იწვევს აი მამაკაცს აი აღიზიანებს რაღაცნაირად ჩემში სიტყვა ასოცირება იწვევს ევროპასთან ასოცირებს ევროპასთან ასოცირებულია მაგრამ ხო მაგრამ ევროპისგან ძალიან შორს ეს რა არის ისიც ეს მამაკაცის წარმოდგენაში ასოცირებული არის ეს ქალის გარკვეულწილად ესეთი აგრესიულობა სექსუალობასთან არის გაიგივებული და სექსი და აგრესია ხო ახლოს არის ბატონზურაბ მე მინდა ჩემი გულის ტკივილი და ჩემი გულის წყრომა გაგიზიაროთ იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ერთმა რადიო მსმენელმა მოგწერა კომენტარი გააკეთა ჩვენს Facebook გვერდზე და დაწერა აი ესეთი რამ რომ თქვენ არასწორ პროპაგანდას ეწევითო და ამ გადაცემის მსმენელებშიო გამოიწვევთო სურვილს ვთქვათ არაოფიციალური ქორწინების პირობებში სექსის ქონისა და აფუჭებთ ბავშვებს. ქორწინების გარეშე სექსის ქონისა. და არ ხართ მართალი ქალბატონო დაფნავა ესე გწერს. ესე იგი გადაცემა მიმყავდა ერქვა ქალი და მამაკაცი. სიტყვა სექსი არ ფიგურირებდა საერთოდ ურთიერთობაში და საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას არ ავიღებდი, მით უმეტეს ამაზე 15 წლით ახალგაზრდა გახლდით და არასდროს ამაზე არ ვისაუბრებდი, მით უმეტეს ეთერში და მით უმეტეს მარტო მიმყავდა ეს გადაცემა. საუბრობდით ურთიერთობებზე, სითბოზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე და ყველაფერს. მერქვა სკანდალური.
მე რქვა გაფუჭებული და ყველაფერი რაც შეიძლება ყველა კლიშე მომარტყეს სასწრაფოდ. ეხლა მიმყავს ეს გადაცემა, მე სექსზე არ ვსაუბრობ. მე უბრალოდ ბანს გაძლევთ. თქვენ და მაინც დაფნა არ ხართ მართალიო, ისე მე მწერე. რატომ არ მიმართავთ ბატონს? მე ცეცხლს ჩემ თავზე ვიწევ და შენ მაინც შენსკენ ცლიხს დიან. მაინც ვიჭლიტები მე. არა, მე ურჩევ ასეთ ადამიანებს, მაინც ჩემსკენ გადმოიტანონ, ასე ვთქვათ. ეხლა უბრალოდ სხვა ესა მაქვს SMS-ების გვერდი მაქვს გახსნილი. ეხლა გავხსნი მე ჩვენს Facebook-ის გვერდს და ციტირებას გავაკეთებ იმისა, რაც მოგწერა ჩვენ რადიო მსმენელმა. კი ბატონო, სიამოვნებით. ხო, მანამდე მინდა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ შეგიძლიათ ჩვენ მოგწეროთ SMS-ები. SMS ნომერი გახლავთ ჩვენი 917778 და გადაცემის განმავლობაში თუ კი რაიმე გაინტერესებთ, დაუსვით ბატონ ზურაბს შეკითხვები და გადაცემის მომდევნო ნაწილში ბატონ ზურაბი ამ კითხვებს უპასუხებს. მანამ მე ვარ დაკავებული ინტერნეტში შესვლა გამოსვლით, თქვენ შეგიძლიათ უკვე ჩვენს მიერ დაანონსებულ თემას. რა თქმა უნდა გავხსნეთ თემა უკვე გავხსედით წინა გადაცემაზე, მაგრამ цота მოვახერხეთ, როგორც ყოველთვის ტრადიციულად იმის გამო, რომ ბევრი იყო ძალიან SMS შეკითხვები. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ის ციკლი გავხსენით, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს და ლომის წილი კითხვებისა ზუსტად მაღაზია სექსუალურ დისფუნქციებზე, ქალისა თუ მამაკაცის. და სხვადასხვა აი ბოლო ტენდენციების მიხედვით მე ვერ ვიტყვი, რომელი ჭარბობს, ქალის შეკითხვები თუ კაცის. მე მგონი გათანაბრდა ეს რაღაცნაირად. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, სტატისტიკას ვერ ვაკეთებ, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რაც მისასალმებელია. სხვადასხვა ჩვენ ვერ მოვასწარით წინა გადაცემის დასაწყისში გვეთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, თუ რა არის სექსუალური დისფუნქცია. აშლილობა. კი ბატონო, მაგრამ მოდი ცოტა ჩავრმავდეთ მაგაში რა. იმიტომ რომ როცა ვამბობთ დისფუნქცია, აშლილობა, ხო? რა არის ფუნქცია? ხო, ეს არის საინტერესო. როცა ლაპარაკობთ დარღვევაზე, რა, ესე იგი, აი რის დარღვევაზეა, რაზეა ლაპარაკი? მე მგონი ესე იგი ეს საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისთვის და როდესაც ვლაპარაკობ სექსუალურ დისფუნქციაში, ჯერ სექსუალურ ფუნქციაში რა იგულისხმება, უნდა ვთქვათ და ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ არის განმარტებული, არის კლასიკური განმარტება, ეს ითვლება სექსოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ეს კაცი, საოცრად ლამაზი, დიდი პიროვნება, ბრიტანელი, ინგლისელი ექიმი ჰევლოკ ელისი. აი ჰევლოკ ელისის განმარტებით სექსუალური ფუნქცია შედგება რამდენიმე ელემენტებისაგან, სექსუალური აღგზნებისაგან, სექსუალური ლტოლვისა და ორგაზმისაგან. სამი ელემენტისაგან, არა? მაშინ სადამე რა არის დისფუნქცია? აი ზუსტად სექსუალური აღგზნების, სექსუალური ლტოლვის ან ორგაზმის ფუნქციის დარღვევა. დარღვევა ეს უფრო მძიმე მდგომარეობა, ან გაუარესება. შეიძლება ოდნავ ლაითად გაუარესება, რა? ეს უკვე დისფუნქციაა. ამიტომაც ესე იგი ყოველთვის უნდა მოუწოდოთ ჩვენ რადიო მსმენელებსაც და ყველასაც რომ ელოდებიან აი რაღაც ღრმა ცვლილებებს, ესე იგი რაღაც სერიოზულ დარღვევებს. ჩვენ ხო ყოველთვის ვიცით რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება საექიმო ჩარევა, ხო? და პრობლემის, ასე ვთქვათ, სამედიცინო პრობლემის საექიმო არა მარტო სექსოლოგიაში. ნებისმიერი მედიცინის დარგში. მე როდესაც ეს ღრმავდება, რა თქმა უნდა, ის უფრო ძნელად რეგულირებადი ხდება. ბატონ ზურაბ, გვანიშნებენ, რომ ერთი წუთიღა დაგვრჩა ამ პირველი სეტის დასრულებამდე, პირველი მეოთხედის დასრულებამდე, უფრო სწორედ ამასობაში ვიპოვე, ესე იგი ჩვენი რადიო მსმენელის გულის წრომის ხო, SMS-ი, რა არის, რას გავს აქაურობა, ან ბავშვებს რო არ ერიდებით, თქვენი ლაპარაკის მერე რამდენი უკანონო სექსი წავა დაფნა გეშლებათ. მე მეშლება ბატონო, მე მეშლება. სექსი რა არის გამო? თქვენ ხართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ პროფესორი და აკადემიკოსი, მე ვარ არარაობა და მეშლება. აი უკანონო სექსი რა არის გამოგებინეთ რა. კანონიერისგან განსხვავებული, ჯვარ დაუწერელი და ქორწინებაში არ მყოფი. აი ეს არის. სექსია რა. ნუ თუ მე მგონი ასე არა, დავბერდი კაცი ამ სექსოლოგიაში და ასე ვიცოდი და კანონიერი და უკანონო სექსი თუ არსებობდა.
ნუ როგორ ახლა კანონიერ და უკანონო შვილები თუ ყავთ ადამიანებს ესე იგი მაგრამ დიდი ხანია უკვე ეს ტერმინი არ იხმარება ესე იგი ეს კანონიერი უკანონო შვილები და კიდე შეურაცხყოფელი ასე ვთქვათ შეძახილები მასეთ იმაზე ხო მაგრამ ნუ რა გამოვლენს ადამიანებს მთელ მსოფლიოში ჩვენ არა ვართ მთელი მსოფლიო ჩვენ მხოლოდ ჩვენთანაც აღარ არის ასოცირების შეგვრულებაზე გვქხილი ბავშვია რა გინდა კანონიერ ქორწინებაში გაჩნდეს და გინდა ასე ვთქვათ უკანონოში და უჯეთ უკანონო ქორწინება რა ну იცით რა შეიძლება ლაპარაკი ქორწინების გარეშე სექსზე რა და კანონიერი და უკანონო ну აი მე ცოტა ნონსენსი მიმაჩნია ეს რა და ამიტომაც მე მოუწოდებ რა თქმა უნდა ურჩევ სიყვარულით უპირველეს ყოვლისა ჩვენ რადიოსმენელს რომ აი ტერმინოლოგიულად ცოტა დახვეწოს ეს ყველაფერი და რაც შეეხება სტიმულირებას რო ვაკეთებთ ჩვენ არა სექსის სტიმულირებას ხო ვაკეთებთ არა და ესე იგი არ ვიცი ახლა ქორწინებამდელი სექსის სტიმულირებას ვაკეთებთ განსაკუთრებით მე მგონი საერთოდ ლეიტმოტივად გაზდებს ჩვენს პროგრამას ზუსტად რომ ქორწინებაში სექსის ასე ვთქვათ პროპაგანდა და ქორწინებაში სექსის წახალისება და თუ ეს სექსი იქნება განვითარებული მე მგონი ჩვენი რადიოსმენელიც მხარს დაუჭერს ამას. ამიტომ ნუ ზოგი დაგუჭერს ზოგი არ დაუჭერს. აი მოტივაციაში ნუ შეგვედავება რა ჩვენ ხო ვიცით ჩვენი მოტივაცია რა ჩვენ მოტივირებული ვართ რომ განვითარდეს ეს ყველაფერი რომ გამრავლდეს ჩვენი ერი რომ ქორწინებაში იყოს ადამიანები ბედნიერები ეს არის მეტი არა კეთილი პატარა პაუზა გავაკეთოთ მოვისმინოთ მოკლე საინფორმაციო გამოშვება შემდეგ ყველავაც ეთერში ვიქნებით თქვენ კი გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები SMS ნომერზე 9177891778 ток-შოუ უფროსებისთვის აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად აკრძალული ხილი კიდევ ერთხელ საღამოშვიდობის განვაგრძობთ საუბარს სექსზე, გადაცემას ეწოდება აკრძალული ხილი. თუ თქვენს ირგვლივ იმყოფებიან იმასაკის ადამიანები, ვისაც არ ეკუთვნის ასე ვთქვათ ამ გადაცემის მოსმენა, მე გულისხმობ თქვენ შვილებს. მაშინ სთხოვეთ მათ რომ ან გავიდნენ სხვა ოთახში, მე პრეტენზიები ჩვენთან რომ არ ქონდეთ, ან უბრალოდ გამორთეთ რადიო მიმღები. მე დაფნა გახლავართ, ბატონი ზურაბ მარშანია, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი სექსოლოგი, პროფესორი, აკადემიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მსრული პროფესორი, არის ამ სტუდიაში როგორც წამყვანი, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო და არა როგორც სტუმარი და როდესაც მომდის SMS-ები, აბა ეს კითხეთ თქვენ სტუმარს, ის კითხეთ, ბატონ ზურაბი არ არის სტუმარი, ბატონ ზურაბი არის ამ გადაცემის. მაგრამ ყოველთვის სტუმარი კი არა ვარ და თბილისში სტუმარი ვარ, ქუთაისში სტუმარი ვარ, ბათუმში სტუმარი არ არის ეგრე. ამ გადაცემის სტუმარი ნამდვილად არ. სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი. თბილისში არა ვარ სტუმარი, ჩემთან რო სტუმარი ჩამოდის, მასპინძელი ვარ რა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ. ჩემი მშობლები აქ დაიბადნენ. მე მინდა უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს რომ შეგიძლიათ თქვენი კითხვები გამოაგზავნოთ SMS ნომერზე 917778 ამ მშვენიერი სერვისით SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Go რომლის მოძებნა რადიო ინტერნეტში შეგიძლიათ მარტივად 3w.sms.go.g და თქვენს თუ გჭირდებათ მსგავსი სერვისი შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ კომპანიის ამ მშვენიერი გამონაგონით. რაც შეეხება საფასურს ძალიან მარტივი და კარგია ის რომ ეს რაღაც კატასტროფული ფასი არ ღირს, სწორედ იმდენი რამდენიც დაგიწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა, ეს სწორედ აი ამდენივე უნდა გადაიხადოთ ჩვენთან გამოგზავნილი SMS-ისთვის, ასე რომ ნუ მოერიდებით და 1000 კითხვაც რომ გქონდეთ, დაგვემესიჯეთ, ეს არ არის ძვირი. 917778 კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტელეფონის ნომერს, საკმაო რაოდენობის SMS-ებია, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ბატონმა ზურაბმა მაინც მოასწროს ასე თუ ისე თორე ვიწყებთ, ვეღარ ვამთავრებთ და რაღაცა პაჩკოს გარმონი ვითავართ. არის, ამიტომ როგორც ეთმა ჩვენმა რადიოსმენელმა მოგვიწოდა, ჩაღრმავდით სექსში თუ შეიძლება. ჩაღრმავდით რა, არ გვინდაო ეს ტრალივალიო გითხრა. ხო, ჩაღრმავდები და აი უფრო დაწვრილებით განვიხილავთ რა მიეკუთვნება სექსუალურ დისფუნქციებს მამაკაცისა და ქალის. აი მე ჩამოვთვლი რა, ჩვენ ხო ზოგადად ვთქვით რა არის სექსუალური სქესობრივი დარღვევა, ანუ სექსუალური დისფუნქცია. აი ახლა, აი ვთქვათ ესე
მიეკუთვნება სექსუალურ დისფუნქციებს სქესობრივი ფუნქციის, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პათოლოგიური ცვლილება, რომელიც ხდება სხვადასხვა სომატიური თუ ფსიქიური დაავადებების, როგორც არსებობის, ისე არარსებობის დროს და ვლინდება. აი რა სახით ვლინდება? სქესობრივი ლტოლვისა და სექსუალური აგზნებადობის დარღვევით, ამათ მიეკუთვნება ლიბიდოსა და ორგაზმის პათოლოგია. მეორე, ისეთი პათოლოგიური გამოვლინებებით, როგორებიცაა მამაკაცებში ერექციისა და ეაკულაციის დარღვევა, ქალებში კი ლუბრიკაციის დარღვევა. ლუბრიკაციის დარღვევა, გავიმეორებთ, ხო? ესე იგი სექსუალური აგზნების დროს გამონადენის გამოყოფის, ასე ვთქვათ, შემცირება საშოდან. მესამე, სქესობრივი აქტის შეუძლებლობითა თუ გაძნელებით არის განპირობებული. ეს ამას მიეკუთვნება ვაგინიზმი და დისპარიუნია, ანუ მკივნეული სქესობრივი აქტი. მე მინდა გავამახვილო ყურადღება რადიო მსმენელების ემაზე, რომ თუ ვაგინიზმი მხოლოდ ქალებში ხდება, არა ვაგინიზმზე ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ, ხო? ეს არის პასტიური შეკუმშვა, ასე ვთქვათ, და კრუნჩხვები საშოს კუნთოვანი ქსოვილისა. დისპარიუნია ხდება როგორც ქალებში, ხშირად, ისევე მამაკაცებში. მამაკაცებში სხვათა შორის ძალიან იშვიათია და ბოლოს მიეკუთვნება სექსუალურ დისფუნქციებს სექსუალური პარტნიორების ურთიერთადაპტაციის პროცესში წარმოქმნილი დარღვევები. ეს არის პარტნიორული სექსუალური დისჰარმონია. რას ნიშნავს? ესე იგი, ერთმანეთს ვერ ეგუებიან, შეიძლება არც არაფერი ჰქონდეთ, ასე ვთქვათ, არც ცოლს, არც ქმარს, პარტნიორებს სექსუალურს, მაგრამ ერთმანეთში რაღაცაში ვერ ეწყობიან. ესეც ითვლება სქესობრივ დარღვევად. როგორც ხედავთ, ესე იგი ძალიან დიდი სპექტრი არის მდგომარეობისა, რა მდგომარეობაც ითვლება სქესობრივ დარღვევას და რომელთაც ჭირდება, აუცილებლად ჭირდება ექიმის სექსოლოგის დახმარება. და რამდენია საერთოდ, აი ყოველთვის ისმება საკითხი, ყოველთვის ინტერესდება ადამიანი, აი რამდენია, როგორ არის განაწილებული ქალებსა და მამაკაცებს შორის სქესობრივი დარღვევების სიხშირე. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მაგალითად არა, 100%-ად ჩავთვლით იმ უამრავ უზარმაზარ ციფრს, რაოდენობას ადამიანებისა, ქალებისა და მამაკაცებისა, რომელსაც გააჩნიათ, ესე ვთქვათ, სქესობრივი დარღვევა, აი როგორ ნაწილდება, ეცით? ხვედრითი წილი როგორია? ქალების ხვედრითი წილი 60%-ია, მამაკაცებისა კი 40%. ეხლა ეს აბსოლუტურად არის სახება სხვათა შორის ჩვენ ქვეყანაში მიმართვიანობაზე რა. აი მაგალითად ჩემთან იქნება თუ სხვა სექსოლოგებთან მიმართვიანობაზე ეს ნამდვილად არის სახება იმ თვალსაზრისით რომ თლიანობაში არა ექიმ სექსოლოგს საქართველოში უფრო ხშირად მამაკაცი მიმართავს ვიდრე ქალი. როცა ჩვენ ვხედავთ რომ უფრო ხშირად 60%-ში ასე ვთქვათ ავადდებიან ქალები სქესობრივი დარღვევებით ვიდრე მამაკაცები. თუმცა მამაკაცების 40%-იც ესე იგი ცოტა არ არის. ეხლა მე მინდა ორი სიტყვით შევეხო საკლასიფიკაციო სისტემებსაც საერთაშორისო და საქართველოში მიღებულია ეს ოფიციალურად საკლასიფიკაციო სისტემა, სადაც შესული არის სქესობრივი დარღვევები, ანუ სექსუალური დისფუნქციები. და დღეისათვის მოქმედი, რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ უფრო ხშირად, ეს არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, შემოკლებით რო ვთქვათ, აბრევიატურა DSK-10. უნდა იცოდეს ყველა მეს, თუ ყველა არა ექიმებმა მაინც უნდა იცოდეს ახლა, თუ არა ექიმმაც იცის, ცუდი არ არის. და აი DSK-10 სქესობრივი დარღვევების როგორ სახეებს გამოყოფს. აბა ვნახოთ. პირველი ეს არის სექსუალური ლტოლვის დარღვევები, მეორე სექსუალური აგზნებადობის დარღვევები, მესამე ორგაზმის დარღვევები, მეოთხე ტკივილის შეგრძნებით გამოწვეული სექსუალური დარღვევები და არის კიდევ ორი ჯგუფი არაკლასიფიცირებული სექსუალური დარღვევები და სხვა სექსუალური დარღვევები, შედარებით იშვიათები, რომელიც ასე ვთქვათ გამოიყოფა ხოლმე რა და მე ვფიქრობ რომ აი ამერიკული სისტემა კლასიფიკაციისა უფრო არის გამართლებული რა და ამ კლასიფიკაციით აი ჩვენ რადიოს მსმენელს უფრო გაიოლდებათ აი ასე ვთქვათ იმისი გააზრება იმისა თუ აი რა უნდა ჩაითვალოს სექსუალურ დისფუნქციად. აი მოდი ჩამოთვალოთ რა აი ამერიკული სისტემა, ამერიკული კლასიფიკაცია როგორ განმარტავს ამას.
სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ქალებში, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებში, სექსისადმი ანტიპათია, სექსუალური აგზნებადობის შემცირება ქალებში, ერექციის დარღვევა, ეს მარტო მამაკაცებშია, ორგაზმის დარღვევები ქალებში, ეაკულატურული და ორგასტიული დარღვევები მამაკაცებში. დისპარეუნია, ვილაპარაკეთ ეს სქესობრივი, მკივნეულის სქესობრივი აქტი, ვაგინიზმი და პარაფილიები. პარაფილიებზეც ჩვენ საკმაოდ ვილაპარაკეთ, ცალკე გადაცემა ქონდა. მიძღვნილი გახსოვთ არა პარაფილიებზე და შესაბამისად როდესაც ვლაპარაკობ სექსუალურ დისფუნქციებზე არა აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვათ იმაზე თუ როგორ უდგებოდნენ ექიმები სექსუალური დისფუნქციის მკურნალობის საკითხს სისტემური თვალსაზრისით. ესე ყოველთვის არსებობდა რაღაცა სისტემა, მას შემდეგ რაც სექსოლოგია ჩამოყალიბდა ცალკე დარგად და ჩვენ ვიცით, ყველამ ვიცით, რომ სექსოლოგიის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, ინტერდისციპლინარულ დარგად მედიცინისა დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. ჩვენ ვახსენეთ, რა თქმა უნდა, ჰევლოკ ელისი ვახსენეთ, სხვა მეცნიერებიც ვახსენეთ, მაგრამ აი კლინიკურ პრაქტიკაში ეს სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა, სისტემური მკურნალობა, როგორც ასევე ძალიან ბევრი რაღაცა მედიცინაში იქნება ეს ფსიქიატრია თუ ფსიქოლოგიაში, ერთი ადამიანის სახელთან არის დაკავშირებული, ერთი გენიალური პიროვნების სახელთან, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი ქვია. აი ზუსტად აი ფროიდის ფსიქოანალიზიდან იღებს დასაბამს სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა, სისტემური მკურნალობა, ანუ მკურნალობა სექსუალური დარღვევებისა, სქესობრივი დარღვევებისა და არა თქვა რაღაცა ზოგადი პათოლოგიის მკურნალობა, რომელიც გამოიწვევს თავისთავად სექსუალური ფუნქციის ნორმალიზებას. სხვათა შორის ძალიან ბევრი არ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი ექიმი სწოდავს, აი ძალიან სწოდავს, როდესაც ელემენტარულ უცოდინარობას ამჟღავნებს. სექსოლოგი, მე არ ვამბობ, რომ ყველა ექიმი სექსოლოგი უნდა იყოს, არა? არ უნდა იყოს. ხო, ყოველ შემთხვევაში არ უნდა იჭრებოდეს თქვენს ფუნქციებში. ჯერ ერთი არ უნდა იჭრებოდეს, ეს გასაგებია, მაგრამ რაღაცა ელემენტარული ინფორმაცია უნდა კონდეს და აი ძალიან ხშირად გავრცელებული არის ესეთი ძალიან ცრუ და ძალიან მავნე წარმოდგენა, რომ აი ზოგიერთი სპეციალობის ექიმი, აი შენი სექსუალური დისფუნქცია განპირობებულია აი რაღაცით, არა? აი ამას რომ მოგირჩენ, ის თავისთავად მორჩება. არ არის ასე რა. არ არის ასე. არ არის. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ხშირად მამაკაცებში შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან სერიოზული სექსუალური დისფუნქციები ვითარდება. ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, კარგად ცნობილი და რომელიც, ასე ვთქვათ, იწვევს განგაშს, არა, მამაკაცებში, ეს არის ერექციის დარღვევა. კი ბატონო, ეს არის შაქრიანი დიაბეტით განპირობებული, დიაბეტური ნეიროპათიით განპირობებული. ცხადია, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, გლიკემიის ნორმალიზება, ნეიროპათიის მკურნალობა, რა თქმა უნდა, კარგად წაადგება სქესობრივ დარღვევასაც. მაგრამ ავტომატურად ყველაფერი მოწესრიგდებაო. ეგეთი რამის თქმა შეიძლება უბრალოდ. როცა მამაკაცს ჩვენ სხვათა შორის კითხვა ქონდა ერთხელ ზუსტად აი ესეთი ხასიათის წლების განმავლობაში მე მყოლია პაციენტები, რომელსაც ახალგაზრდა მათ შორის 2 წლის, 3 წლის განმავლობაში, ან 6 თვის, 8 თვის, 9 თვის განმავლობაში სექსი არ ქონია შეწყვიტა. ეხლა მაგას რო შაქარს დაურეგულირებს ენდოკრინოლოგი და ნეიროპათიას უმკურნალებს, არა, სიტყვაზე, არა? მოწესრიგდება ყველაფერი და სექს დაიწყებს, მეტი არაა ჩემი მტერი რა. იმიტომ რომ უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ სექსოლოგია, რა თქმა უნდა, მედიცინის ნაწილია, სამედიცინო სექსოლოგია, მაგრამ ექიმის სექსოლოგიის ფუნქცია მედიცინის საზღვრებს ძალიან ხშირად ცილდება და ის სოციალურ საკითხებზეც არის პასუხგებელი. რომ არაფერი ვთქვათ და უშუალოდ ისეთ მეთოდებზე, რომელსაც ის უნდა ფლობდეს პროფესიულად, აი მაგათაც ფსიქოთერაპია, ხო?
ფსიქოთერაპევტი ფლობს ვითომ წესი და რიგით ეს სექსოლოგი ამავდროულად უნდა იყოს ფსიქოთერაპევტი შეუძლებელია და აი ეს ყველაფერი კომპლექსში სოციალური პრობლემები, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ჰარმონიზაცია ამ ცოლ-ქმარისა, თუნდაც ესე იგი რაღაც იმ ბარიერების მოხსნა, ფსიქოლოგიური ბარიერების მოხსნა, რომელიც ამ პათოლოგიამ დაუშვათ შაქრიანმა დიაბეტმა შეუქმნა ადამიანს. აბა ეხლა ეს თავისთავად მოწესრიგდება ყველაფერი, არ მოწესრიგდება და ამიტომაც არის სავალალო შედეგი, როდესაც სქესობრივ დარღვევებს მკურნალობენ არასექსოლოგები. ყოველ შემთხვევაში, თუ მკურნალობ, უმკურნალე წესიერად და ხო თუ არ მკურნალობ, მაშინ ეუბნები, რომ აი მე დაუშვათ აი ეხლა ამას მოგიწესრიგებ და თავისთავად მოწესრიგდება რა. არ შეიძლება ეს და საერთოდ მიჩუმატებაც არ შეიძლება რა. რადიო მსმენელებმა ისინი არიან პაციენტები თუ არ არიან, ჩვენ რაღაცა დოზით ყველანი ვიღაცის პაციენტები და უნდა იცოდეს ეშველება თუ არა. პირველი რასაც გეკითხება, მეშველება თუ არა. აი ძალიან ბევრი დიაბეტიკი მე აი მამაკაცი, მეშველება თუ არა. ესე იგი ვიღაცამ უთხრა რომ არაფერი არ გეშველებაო არა. მე მეშინია რომ ეს ექიმი ხო არ არის კაცო. ეს საშინელებაა პირდაპირ რა. ის რომ მაგალითად შენ არ ერკვევი არა მაგ საკითხში და ძალიან კარგია რომ არ შედის და არ ეუბნება რომ აი მე შენ მოგირჩენ ერექციას და რაღაც კიდე კაი რომ არ ეუბნება ეგეც კაია მაგრამ რახან არ ეუბნება ხო რახან არ ეუბნება და რახან არ მკურნალობს არა უნდა უთხრას მაინც არაფერი გეშველება გამანებე თავი მე შენ შახარს მოგიწესრიგებ და მარტო და всё ეგრე არ შეიძლება რა ამიტომაც არის აუცილებელი რატო არის სექსოლოგია ინტერდისციპლინარული დარგი ამაზე ჩვენ გვექნება მოგვიანებით საუბარი თუ მოვასწრებთ დღევანდელ გადაცემაში თუ არა მომდევნო გადაცემაში ხო ბევრი კითხვა მიდგომებია ბევრი მიდგომები გესმის და ამ მიდგომებში მე და ჩვენი კოლეგები ჩვენ მე ვიძახი სექსოლოგები ხო ცოტანი ვართ მართალია საქართველოში ვართ რა ამიტომ ჩვენი მიდგომები ძალიან განსხვავდება სხვა ჩვენი კოლეგების მიდგომებისაგან და ჩვენ პრინციპულად დავიცავთ ჩვენ პოზიციას, ხო? ამ მიდგომებზე, გეტყვით, არის მონოდისციპლინარული, მულტიდისციპლინარული და ჩვენ ვართ ინტერდისციპლინარული მიდგომის, ასე ვთქვათ, კაცრი დამცველები და ვიდგებით მაგ პოზიციაზე. რას ნიშნავს ეს? რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. სქესობრივი დარღვევა უნდა უმკურნალოს სექსოლოგმა. ნიშნავს ეს, რომ მაგალითად შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი ენდოკრინოლოგმა უნდა გადასცეს სექსოლოგს და დაივიწყოს. არა, ბატონო. ხო შეიძლება პარალელურად. როგორ არ შეიძლება და აუცილებელიც არის, სხვანაირად ვერ მორჩება პაციენტი. სხვანაირად, ესე იგი, მე თუ გვერდით არ მეყოლა ენდოკრინოლოგი, როცა მე ვაწარმოებ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და ერექციული დისფუნქციით დაავადებული მამაკაცის მკურნალობას, მე თუ გვერდით არ გძნობ ჩემი კოლეგის, ასე ვთქვათ, ძლიერ მხარდაჭერას და მხარს, რო იტყვიან არა, მხარი უნდა ჩამიდგას მე და მეც ესე იგი მას შევეხიდოთ უნდა ერთმანეთს ექიმები, რომ მივცეთ შვება პაციენტებს. აი ეს არის ერთ-ერთი სწორი მიდგომა. მე მიხარია, რომ სადაც მე ვმუშაობ, იქ ესეა. მაგრამ სხვაგან არ არის რა. არ არის და ამას ეს ყველაფერი რაც იგი პაციენტი ჩემთან რომ მოდის მე ხო ყველაფერს მეუბნება რა და მე ვიგებ იმ ყველაფერს მათ შორის იმასაც თუ რა უთხრას ხო ექიმო რა თქმა უნდა მაგრამ ამას მე არ გავახმოვანებ არასოდეს კაცო ჩვენ ექიმები ბევრისგან განსხვავებით არა კაცრად ვიცავთ კორპორატიული სოლიდარობისა და კოლეგიალობის ნორმებს და ნუ რა ვიფიქრობ სულ ეს ერთმანეთის ხელის დაფარება არა ჩვენ კაცრადაც ვხოვთ ერთმანეთს მაგრამ მხოლოდ ერთმანეთში ბატონო წავიკითხოთ SMS-ები. ექიმის ესე იგი საქმიანობა არ უნდა იყოს სალაყბო თემა, როგორც არის ხოლმე რა. პოლიტიკური პოპულიზმის, ასე ვთქვათ, კვალდაკვალ. არ დაუშვებთ ჩვენ ამას. წავიკითხოთ? აუცილებლად, აბა რა. დავიწყოთ, იმიტომ რომ ბევრია ძალიან და სანამ საინფორმაციო გამოშვება წამოგვეწევა, რამოდენიმე კითხვაზე უპასუხოთ. არის თუ არა დამოკიდებული სისხლის ჯგუფსა და რეზუსზე სექსისადმი ხშირი მოთხოვნილება? არა. მოგესალმებით ვარ 29 წლის საქორწილო მამაკაცი გაღიზიანების დროს ვამჩნევ გამონადენ სპერმის სახით შესაძლოა რა პრობლემა იყოს? არ არის ეს სპერმა, ეს არის პროსტატის წვენი. ის გარკვეულწილად მამაკაცის ორგანიზმში ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ასრულებს ლუბრიკანტი, სალუბრიკაციო სითხე ქალებში რა. რომ ადვილად, ასე ვთქვათ, მოხერხდეს ასოს შეყვანა საშვეში. არ არის ეს სახიფათო, ეს ნორმალურია ფიზიოლოგიური, ეს არ არის პათოლოგია. გამარჯობა, ვარ 18 წლის ბიჭი, სექსი არ მქონია და ბევრი მცდელობის მიუხედავად არაფერი გამომდის. შეიძლება თუ არა იყოს ეს დაძაბულობის ბრალი და გთხოვთ რამე მერჩიოთ. იცით რა, რისი ბრალია, მან კი არ უნდა არკვიოს ესა, ეს უნდა არკვიოს ექიმმა სექსოლოგმა.
ერექციის დარღვევა სახეზეა. აბარა თუ ქონდა რამდენიმე მცდელობა და ესე იგი ერექცია ვერ მოახერხა სქესობრივი აქტის ჩატარება, არის ერექციის დარღვევა. არაფერი არ არის სატრაგედიო შვილო. მიდი ექიმ სექსოლოგთან და იმპურნალე წესიერად და რიგიანად. და რა თქმა უნდა, პირველი არის დიაგნოსტიკა, მიზეზის დადგენა, მიზეზი ძალიან ბევრია, დაძაბულობა არის თუ დაუძაბაობა რა. ეს ყველაფერი გაირკვევა რა. ჩვენ მოგვიანებით როცა გვექნება საუბარი, ეს დიდი ციკლი დაიწყო რა, რო იტყვიან, გადამწყვეტი ციკლი დაიწყო ჩვენი გადაცემებისა. ერექციული დისფუნქციის მიზეზებზეც ვილაპარაკებთ ჩვენ, ხო? ერთ-ერთი მიზეზი ხო თქვით, შაქრიანი დიაბეტია რა. მეორე ახლა გადაძაბვა სიძახის ის ბავშვი და გადაძაბვა არ არის, მაგრამ ფსიქოგენური წარმოშობის არის ერექციული დისფუნქცია. ალბათ ეგ აკვირდელობაში. ეს ექიმმა უნდა დაადგინოს, შვილო და არა შენ. სექსით ხშირად დაკავება უნარჩუნებს თუ არა ახალგაზრდობას ადამიანს, ესეთი კითხვაა. რა თქმა უნდა უნარჩუნებს. ზედმეტიც არ ვარ ახლა განსაკუთრებით ხანის შესულას. საღამოშვიდობის მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში ვარ 1 წლის გათხოვილი და ქმართან სექსი არ მაქვს, მეშინია როგორ მოვიქცე მირჩიეთ. ძალიან დიდი ალბათობით ვაგინიზმი შეიძლება იყოს. ახლა მე ჩემთან ვაგინიზმით დაავადებული რომ მოდის გოგონა ქმართან ერთად უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ეს წყვილის პრობლემაა, ეს არ არის მარტო ქალის პრობლემა. რა თქმა უნდა, ძირითადი არის ქალის, ასე ვთქვათ, ეს აშლილობა, ხო? მაგრამ ერთი და იგივე მესმის სულ რა. მე მეგონა მარტო მე მჭირდა ესეთი რაღაცა და არავის სხვა. ძალიან ხშირია. ჩვენთან განსაკუთრებით ხშირია. არის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ დაავადება, ეს დაავადება სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრების სხვადასხვა წესია და სექსუალური ქცევის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პარადიგმებია რა. დიდი სხვაობაა სიხშირეს შორის. საქართველოში სიხშირე მაღალია. მე შემიძლია გითხრათ, რომ მარტო ბოლო დღეებში ჩემთან მიღებაზე დღეში რამოდენიმე ერთხელ 5 წყვილიც მყავდა. აი ამ დღეებში, სულ რამოდენიმე დღის წინ. ასე რომ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ სექსოლოგს, ვიმეორებ სექსოლოგს და არა გინეკოლოგს. იმიტომ ვერ მოარჩენს გინეკოლოგი მას. და უნდა იმპურნალოს რა. და ყველაფერი კარგად იქნება. და ერთიც ამ საათისთვის ბოლო კითხვა, გამარჯობა, თუ არ 19 წლის სპერმას ვამთხევ ძალიან მალე, 100 მაქვს 13 სანტიმეტრი რა კავშირში არ ვიცი, იქნებ ამიხსნათ რატომ ვამთხევ მალე სულ რაღაც 1 წუთიც კი არ მჭირდება. არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ ეხლა ამთხევს რა, იცით ეხლა მალე როცა ნაადრევი ეკულაციაზეა ლაპარაკი რა. მან დათვლის წერტილი არის საშოში შეყვანის მომენტიდან დრო. ესე იგი, იმიტომ ბევრი ესე არ ითვლის. აი მოდის ადამიანი, რომელსაც აქვს ნაადრევი ეკულაცია მამაკაცი და ეს არა ქვია, დრო ვეკითხები, აი რამდენ წუთის მერე ამჩნევთ თქვენ რომ მოხდა ესე იგი ეკულაცია. 10, 15, 20 რანაირად. ესე არის, ესე იგი, იმ მომენტიდან როცა დაინახა ქალი და ესე იგი ერექცია იგრძნო და ლტოლვა იგრძნო, იქიდან იწყებს რა. ჯერ არ გაუხდია, ჯერ ლოგინში არ დაწოლილა და იქიდან დათვალა 20 წუთი. არა, მაქედან არ ითვლება მხოლოდ საშოში შეყვანის მომენტიდან და ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც ადამიანს შეუძლია ადვილად განსაზღვროს, ეხლა წამები და წუთები. ეხლა ეს ბავშვი გწერს 1 წუთიც კი არ მჭირდება. არ ვიცი, ეხლა აი როდის კი სექსის დროს კი თუ მასტურბაციის დროს, საერთოდ სისულელია ეგა. მასტურბაციის დროს ეს არა, როგორც აქვს სექსი. არის მეუბნება ეგ დიაგნოზი მასტურბაციის დროს, ნაადრევი ეკულაცია. სექსის დროს კი ბატონო. ესე იგი, საშოში შეყვანიდან აი ფრიქციების რაოდენობა უნდა დაითვალოს რა. ეს არის ერთი ფრიქცია, ერთი წამია. დაახლოებით 50-60 ფრიქცია თუ არის, ესე იგი 1 წუთი. დიახ. ფაქტიურად. ესე იგი ეს ყოფილა ეს კატასტროფული. არაფერი აბსოლუტურად რა. 50-60 ეს საათიც დასრულდა. ეს არის ჩვენი გადაცემის პირველი საათი, ძვირფას რადიო მსმენელებო, არ გადართოთ, წინგელით საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი ჩვენ განვაგრძობთ საუბარს და კითხვებზე. და ბევრი საინტერესო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, და კითხვებზე პასუხის გაცემა ცალკე ჩვენ. მანამდე მოგწერეთ ნომერზე 917778 SMS-ის საფასური ზუსტად იმის სტოლფასია, რაც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა, ასე რომ ნუ შედრგებით. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. ყველას დიდი მადლობა, ვინც არ გადართო რადიო მიმღებები და ჩვენთან ერთად ხართ.
ეს გადაცემა გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს 22 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ეთერიდან გასვლისთანავე. დაახლოებით 22 საათსა და 15 წუთიდან ვართ მოკლედ ეთერში. რაც შეეხება ჩვენთან დამეგობრებას, ეს არის ძალიან მარტივი და გვინდა რომ დაგვიმეგობრდეთ Facebook-ის მეშვეობით. გვინდა რომ გვისმინოთ და ის გაცდენილი თქვენს მიერ გაცდენილი გადაცემები მოიძიოთ YouTube-ზე. ეს არის ძალიან მარტივი ყველაფერი. Facebook-ში მოგძებნეთ რადიო იმედი აკრძალული ხილის სახელწოდებით. გვიპოვეთ YouTube-ზე რადიო იმედი აკრძალული ხილი. ან პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად გვიპოვით. რატო ვაცხადებ ორივე მისამართს? რამე თუ იქაც და აქაც შეგიძლიათ უკვე ეთერში გასული გადაცემების თავიდან მოსმენა. ის რაც გამოგჩათ, ის რაც გაინტერესებთ, ის რაც საჭირო როტოა თქვენთვის ძალიან ბევრ საკითხზე უკვე 1 წლის განმავლობაში ქონდა გადაცემა. ეხლა კი დავიწყეთ ახალი ციკლი. მართალია საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ბატონმა ზურაბმა და უკვე ის დრო არის რომ ვუპასუხოთ SMS-ებს. კიდევ არის SMS-ი მოსული რომ თქვენ სტუმარს გითხეთ, არ არის ბატონი ზურაბის სტუმარი, კიდევ ერთხელ გეტყვით და დიდი სიამოვნებით გეტყვით რომ ეს ადამიანი რო არ ყოფილიყო, არც ეს გადაცემა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს იყო სრულიად ბატონი ზურაბის იდეა, ის მოვიდა იდეით რადიო იმედში და უბრალოდ ისე მოხდა რომ მე შემარჩიეს ბატონ ზურაბის თანაწამყვანად. აი ასე იყო ეგ ამბავი. მოვერგეთ ერთმანეთს. მე მგონი ძალიან კარგადაც. ბატონ ზურაბ. კი მოერგეთ, მაგრამ გავიწყდებათ რომ ეთერში ხართ და მიკროფონთან ცოტა ახლოს უნდა იყოთ. კი ბატონო, კი ბატონო. ბატონ ზურაბ, რა ვქნათ თემა თუ SMS-ები? 1-2 სიტყვით მაინც ესე იგი თემა მოვხაზოთ სამკურნალო მიდგომების ევოლუციაზე ვთქვათ და მერე უკვე გადავიდეთ SMS-ებზე და ზოგადად კიდევ ესე იგი აი ჩვენი გადაცემა ხო არის შემეცნებითი გადაცემა მე მინდა ეს სანამ აი ასე ვთქვათ დავასრულებ აი ჩემ ფრაგმენტს დღევანდელი თემიდან შემეცნებითი ხასიათისაა ჩვენი გადაცემა და ბევრ საინტერესო ინფორმაციას სქესობრივ ცხოვრებაზე მათ შორის დარღვევებზე და საერთოდ ჯანსაღ სექსზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე ღებულობს ადამიანი ჩვენი გადაცემებიდანაც, ხო? ზოგი ვერ უსმენს ამ გადაცემებს, ზოგს YouTube-ში შესვლა ეზარება, ზოგს დრო აქვს ნაკლები. შეიძლება ზოგიერთს უჩვენია ეს ყველაფერი მიიღოს, ასე ვთქვათ, დაბეჭდილი სახით წიგნიდან. დღეს ჩვენ არ გვიხსენებია ჩემი მრავალტანჯული წიგნი, რომელიც გამოვიდა, კი, ყველა წიგნი მრავალტანჯულია რა. განსაკუთრებით ეს. ხო. ზოგიერთ წიგნს მათ შორის დიდი ავტორებისა, ესეთი როგორიც არის ჰაინრიხ მანი, ტომას მანი, ჰაინრიხ ჰაინე, ავტოდაფეც არაცდა, ანუ დაწვა, ხო? ვინ წვავდა გახსოვთ არა? და საერთოდ ვიღაცა რაღაცას უკრძალავს არა? გოგოლი თავის თვითონ. არა, გოგოლმა თვითონ დაწვა, მაგრამ სხვებს რო უწვავენ არა? ვიღაცა რაღაცას აღძალოთ ეს, აღძალოთ ის, არ შეიძლება უკანონო სექსი, კანონიერი და შემდეგ. გაიხსენონ რა, ამ ტერმინით ვინ ლაპარაკობდა რა? ერთი პატარა ულვაშიანი კაცია რა, ხოჩორი რო ქონდა ჩამოშვებული, ხო? წიგნებს რო წვავდა, ხო? არ მოსწონდა კიდე ესეთი ადამიანები რა. იფიქრონ გემით რო გაუშვებია ცოტა, ხო, იფიქრონ რა, ცოტა ესეთ რაღაცეებზე და მე მაინც მინდა 2 სიტყვით ესე იგი ამ წიგნზე ვილაპარაკო, თქვა, უბრალოდ ერთ-ერთი რაღაცა სად შეიძლება შეიძინო, იმიტომ ხშირად მეკითხებიან, სად შევიძინო. თელ ქალაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. პრაქტიკულად ქალაქის ყველა, ასე ვთქვათ, წიგნის მაღაზიაში. არა, ყველა წიგნის მაღაზიაში არა, წიგნის მაღაზია ბევრია, მაგრამ ყველა რაიონში ქალაქისა, მაგალითად ქალაქის ცენტრში, რუსთაველზე, შეიძლება ყიდვა რუსთაველის 16-ში. შეიძლება ესე იგი ავლაბარში, მეტრო 300 არაგველის წინ, ქეთევან-წამებულის 47-ში. საბურთალოზე შეიძლება ბუდაპეშტის ქუჩაზე 3A. ნაძალადევში შეიძლება 2 მაღაზიაში გადასასვლელ ხიდთან დადიანის 43-ზე ცოტნე დადიანის და მისამართზე ცოტნე დადიანის 7. როგორც ხედავთ, მთელ ქალაქში საკმაოდ ესე ვთქვათ ჰარმონიულად არის გადანაწილებული და ყველაზე საინტერესო იმ ადამიანებისთვის მე იმედი მაქვს რომ Facebook-ზე დავდებთ ჩვენ ამ ინფორმაციას და ყველაზე საინტერესო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ ონლაინით შეიძინოს ეს წიგნი, არ შეწუხდეს მაღაზიაში არ წავიდეთ, ნუ შეწუხდებით მეგობრებო, მოგიტანს კურიერი. კურიერი დაგიჯდებათ ზედმეტი 3 ლარი, ეს წიგნის ფასი არის 11 ლარი და 90 თეთრი სულ. თუ დაამატებთ 3 ლარს, კურიერი მოგიტანთ სახლში და ონლაინით შეიძენთ. ამისათვის დარეკეთ ტელეფონზე 266 21 27, ანუ
2-66-21-27. ამ ტელეფონზე დარეკავთ და მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას. ჩვენ უკვე გქონდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით ზუგდიდში თუ შეიძლება წიგნის რა თქმა უნდა. ამავე ნომერზე. ამ ნომერზე დარეკოს ადამიანმა და ზუგდიდში ჩაუტანენ რა. წიგნს ჩაუტანენ, რომ 3 ლარი დაუჯდება. მობილური ვთქვათ 555-18-02-04. ეგეც შეიძლება, მაგრამ ჯობია მაინც ქალაქის ტელეფონზე დარეკოს 266 ეს იგი 2-66-21-27. და ონლაინით ერთადერთი პირობა დაფნა ზუგდიდში და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და ნებისმიერ ადგილზე შეძენისა ამ წიგნის არის ის, რომ პლასტიკური ბარათი უნდა კონდეს ადამიანს. ყველა პენსიონერს აქვს პლასტიკური ბარათი საქართველოში. მერე თუ ვინმეს არ აქვს მაგალითად ზუგდიდში. რატოა ეს პირობა? ნუ სხვანაირად ფულ ვერ გადაიხდის ფულს რა. ეს ონლაინში. ხო, იმიტომ რომ მარტო ონლაინით შეიძლება რეგიონებში მაღაზიაში წიგნი არდევს. ხო, ეს უნდა იცოდნენ რადიო. კურიერი, ესე იგი ზედმეტი 11 ლარსა და 90 თეთრს დაემატება 3 ლარი და ზუგდიდში მიუტანს ადამიანის სახში რა. უბრალოდ აი ამ ტელეფონზე ყველაფერ დეტალებს ესე იგი გაარკვევთ აი ამ ტელეფონზე, რომელიც მე თქვენ გითხარით რა. ნუ კიდე მობილურის გითხრათ დაფნამ. ჯობია ესე იგი 2-66-21-27 და ყველაფერს გაიგებთ და რადიოშიც მოისმენთ, წაიკითხავთ კიდევაც და ყველაფერი კარგად იქნება. მე შევეხე წინა, ასე ვთქვათ, საათის დასასრულს მიდგომებს, სამკურნალო მიდგომებს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებში და ნამდვილად პირველი მეთოდი და პირველი თეორია, საერთოდ აი სისტემური, ვთქვათ, თეორია სექსუალური დისფუნქციების მკურნალობისა და მისიას მათი წარმოშობის, ასე ვთქვათ, მათი პათოგენეზისა, ვთქვათ ესე, დაკავშირებული არის ფსიქოგენურ ფაქტორებთან. ზიგმუნდ ფროიდს ესე იგი მიაჩნდა, რომ სექსუალური პრობლემები სათავეს ადამიანის სიღრმისეულ შფოთვაში იღებს. და აი ეს შიდა კონფლიქტები, ახლა მე არ დავიწყებ ახლა ფსიქოანალიზის თეორიის ახსნას. ეს იყო მისი აზრით ძირითადი მიზეზი სექსუალური დისფუნქციებისა და შესაბამისად ის ცდილობდა ამ პრობლემის გადაწყვეტას ფსიქოანალიზის გზით, ხოლოდ სამწუხაროდ ფსიქოანალიზი სექსუალური დისფუნქციების მკურნალობაში ეფექტური არ აღმოჩნდა. დღესაც მიაჩნია ზოგიერთს ექიმებს არა, მაგრამ ზოგიერთ პროფესიის წარმომადგენლებს, რომ ფსიქოანალიზი არის პანაცეა. პანაცეა საერთოდ არ არის მედიცინაში რა და მით უმეტეს ფსიქოანალიზი არ არის პანაცეა, მით უმეტეს სექსოლოგიაში და სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის დროს. და ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოთერაპია არ არის ეფექტური. ფსიქოთერაპია ძალიან ეფექტურია სექსუალური დისფუნქციების დროს და ამისი მაგალითი მკაფიო იყო გასული საუკუნის 60-70-იანი წლები, როცა ნამდვილად დიდი სექსოლოგების, ცოლ-ქმარის უილიამ მასტერსისა და ვირგინია ჯონსონის თაოსნობით შემუშავებული იქნა ფსიქოთერაპიის ახალი სრულიად განსხვავებული მიმართულება, რომელიც სექს-თერაპიას უწოდებენ მაგას, მაგრამ ეს არ არის ის რაც ზოგიერთს გონია. ეს არის ფსიქოთერაპია, რომელიც არის კომპლექსური ხასიათის და მიზნად ისახავს მხოლოდ სექსუალური დისფუნქციების მკურნალობას. აი ეს იყო ნამდვილად რევოლუცია მისი დიდი ეფექტურობიდან გამომდინარე. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის ევოლუციაზე, სამკურნალო მიდგომებისა, რა თქმა უნდა ვახსენოთ გასული საუკუნის 80-იანი წლებიც, როცა მკურნალობაში წამყვანი ადგილი, მაგალითად ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში, რომელიც მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ ადგილს იკავებს, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში სექსუალური დისფუნქციების დაავადებიანობისა, ინტრაკავერნოზულმა, ანუ ასოში ვაზოაქტიური ნივთიერების შეყვანამ მოიპოვა. მაგრამ ნამდვილი რევოლუცია ცოტა მოგვიანებით მოხდა 1992 წელს, როდესაც ამ დიდ რევოლუციასაც უძახიან მაგას სექსოლოგიაში, როდესაც წამყვანი ადგილი სექსუალური დისფუნქციების და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში დაიკავა მედიკამენტოზურმა თერაპიამ. კერძოდ, ეს ყველაფერი მოხდა ერთი პრეპარატის, ვიაგრას წყალობით. აი ახლა ეს ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია სახელწოდებით ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორები, ბევრ პრეპარატს შეიცავს და შესაბამისად პირველი ხაზის თერაპიად ითვლება რა. და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებზე,
ჩვენ უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ პრიორიტეტულად სექსუალური დისფუნქციების კურნალობაში, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, ითვლება ინტეგრაციული, ანუ კომბინირებული მიდგომა, რაც გულისხმობს სექსუალური დისფუნქციების კურნალობის პროცესში, როგორც მედიკამენტოზური, ისო ფსიქოთერაპიული და ქირურგიული მეთოდების კომბინირებულ ეტაპობრივ გამოყენებას. ხედავთ რა რთულია სექსოლოგია. შეუძლია ახლა რომელიღაც მომიჯნავე სპეციალობის ექიმს ადგეს და ეს პრობლემა გადაწყვიტოს, ვერ გადაწყვეტს. ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება ამის გადაწყვეტა ძალიან წარმატებულადაც. მე მგონი ამ ეტაპზე დაფნა მე მგონი საკმარისია ბატონო ზურაბ, საკმაო ინფორმაცია მივეცით, დანარჩენი ინფორმაცია შემეცნებითი მეგობრებო წიგნიდან მიიღეთ, უკვე გითხარით. ან Facebook-ის გვერდიდან, სადაც აუცილებლად ეს დაიდება, ხვალიდან დაიდება ეს ინფორმაცია, უბრალოდ ტელეფონს ასე ვთქვათ, სადაც მიიღებთ ინფორმაციას აი ჩემი წიგნის შეძენის თაობაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2 66 21 27. ვისაც სურს აი ამ წუთას რაღაცა კითხვის დასმა, გამოგვიგზავნეთ SMS-ი ნომერზე 917778. აი ამ შუალედის დასრულებამდეც სულ 2 წუთი დაგჭა. შემდეგ კი მოკლე საინფორმაციო გამოშვება არის. ბატონო ზურაბ, უამრავი კითხვა დღეს და ხო, ვუპასუხოთ ახლა აი ამ 2 წუთში, რასაც მოვასწრებთ, ხო? ბატონო ზურაბ, მაინტერესებს ქალიშვილობის აპკიო მარტო ორალური სექსით შეიძლება დაირღვესო? ან ქირურგიული ჩარევით თუ რაიმე ტრავმით შეიძლება დაირღვესო? ნუ ორალური ვაგინალურ სექს გულისხმობს ალბათ ადამიანი. იცით რა, სამწუხაროდ მხოლოდ სქესობრივი აქტით ვაგინალური სექსით არ ხდება ხოლმე დარღვევა საქალწული აპკისა. ხშირად მიხსენებია მაგი, რომ აი შესაძლებელია შემთხვევით მოხდეს ეს, აი თუნდაც აი რაღაცა აი ფიზიკური ვარჯიშის უხეშად ჩატარების დროს, აი ტანმოვარჯიშეები განსაკუთრებით, აი ზოგიერთ რისკ ჯგუფი, აი ზოგიერთ ასე ვთქვათ სახეობის განსაკუთრებით, აი შპაგატის გაჭიმვა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზეც რომ აკეთებენ ხოლმე, როგორ არის ბრივნო, როგორ არის ძელი. მე მგონი. ხო. და ასე შემდეგ რა, შესაძლებელია, სამწუხაროდ შესაძლებელია. აი ეს არის პასუხი. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ბიჭმა რომ 22 წლის ასაკში გადაიტანოს ყბაყურა, შეიძლება თუ არა რომ ეს გახდეს უშვილობის მიზეზი? თით რა, არ არის სავალდებულო რომ ყველა გადატანილი ყბაყურა უშვილობის მიზეზი გახდეს. საერთოდ უფრო ხშირად ასე ვთქვათ რისკის ქვეშ ის მამაკაცები დგებიან, რომლებიც უფრო ბავშვობაში გადაიტანენ ხოლმე ინფექციური პაროტიტია, ინფექციური პაროტიტის ვირუსი. რატო იცით? ინფექციური პაროტიტის ვირუსისადმი ძალიან გრძნობი არის სათესლე ჯირკვალი. და შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლის ანთება ვირუსული ორქიტი. ესე იგი, იგივე რაც იწვევს ლიმფური ჯირკვლების დაზიანებას, ასე ვთქვათ, ინფექციურ პაროტიტს, იგივე ვირუსი აზიანებს სათესლეს. თუ არ არის ორქიტი, რატო არ გამოიწვევს რა? ნუ ხანდახან არის ხოლმე რომ ორქიტი მიდის როგორ იცით, აი დაფარული ფორმით, აუტოიმუნური ფორმებით, რაც სპერმატოგენეზს აზიანებს. ასეა თუ ისეა, ნებისმიერი ეჭვის გაფანტვა ძალიან მარტივად შეიძლება, ასე ვთქვათ, სპერმოგრამის ჩატარების გზით, რაც ძალიან მარტივი ტესტია. კიდევ ასეთი SMS-ი გთხოვთ მიპასუხოთ, ანორგაზმიას რა იწვევს, რომ გონია რომ ორგაზმს უნდა მივახციო, მაშინ მეკარგება სურვილია. იცით რა, ანორგაზმიას ძალიან ბევრი მიზეზია გენაცვალე რა და ეხლა რომ ვილაპარაკო მე ანორგაზმიის მიზეზებზე, ერთი გადაცემა ნამდვილად არ მეყოფა რა. ჩვენ ანორგაზმიამდე მივალთ და ამ გადაცემაში ვილაპარაკებთ ჩვენ მაგაზე ამ მიზეზებზე დეტალურად. ბატონო ზურაბ, როგორ მანამდე წიგნიდან რა. ბატონო ზურაბ, როგორ შეიძლება ქალს განვაცდევიდონ ორმაგი ორგაზმი? ნუ იცით რა, ორმაგი ორგაზმი ეს უკვე იცით რა, როგორ არ არსებობს მრავალი ტალღოვანი ორგაზმები, ეს დამოკიდებულია ქალის ასე ვთქვათ თავისებურებებზე და მისი ასე ვთქვათ, ნუ აგზნებადობის ტიპზე, ორგაზმის ტიპზე, ორგაზმის ტიპებიც განსხვავებულია. ყველაფერი ამას წიგნში წაიკითხავთ მეგობრებო, თუ ყურადღებით დაუკვირდებით რა და ეხლა საქმე რაშია იცით, მიღწევის გზა არის ერთი, ეს არ არის მარტივი გზა, ბევრ მამაკაცს ეს არ მოსწონს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წინა სასიყვარულო პრელუდიის გახანგრძლივება, იმიტომ რომ ქალის აგზნებადობის, ასე ვთქვათ, მაღალ კონდიციამდე მიყვანა,
ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ ორგაზმის მიღწევის შესაძლებლობა იზრდება. მათ შორის თუნდაც აი ესეთი ტალღოვანი მრავალჯერადი, ორჯერადი მიაჩნია, ორჯერადი კი არა, მრავალჯერადიც არის ხოლმე გააჩნია ახლა კალის ტიპს, ორგაზმის ტიპს და ამ შემდეგ. და რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ნაადრევი ოპულაცია, იმიტომ რომ თუ ფრიქციების არასაკმარისი რაოდენობაა, რა მაგალითად 5, 10, ზოგჯერ ნაკლებიც ხო, რა ორგაზმზეა ლაპარაკი. რამდენი წლიდან არის სექსის შესაძლებელი? ნუ ალბათ უფრო დასაშვებს გულისხმობს ადამიანი და არის შესაძლებელს. იცით ეს ბევრ ამეზეა დამოკიდებული, ის არის დამოკიდებული თვითონ სექსუალური ქცევის იმ ასე ვთქვათ მოდელზე, რაც საზოგადოებაში არის მიღებული. ჩვენთან პრობლემურია ქორწინებამდელი სექსი, თუმცა ქალაქ თბილისში სიტუაცია იცვლება, ჩვენ ვნახეთ, ჩვენ გქონდა გადაცემების დიდი ციკლი, სადაც ვნახეთ, რომ არც თუ ისე დაუშვათ კონსერვატიულია ჩვენი საზოგადოება, როგორც ზოგჯერ ცდილობენ წარმოგვიდგინონ, განსაკუთრებით დედაქალაქში, ეს ერთი და მეორე კიდე თვითონ აი განსხვავებულია ჩვენი ასე ვთქვათ კულტურული ტიპიდან გამომდინარე მიდგომა ქალების სექსის დაწყების ასაკისა და მამაკაცის. ხა დაწყება ყოველთვის შესაძლებელია. მოდით ვთქვათ რა ჩვენი წინაპრები ოპტიმალური ასაკი. ჩვენი წინაპრები რა ასაკიდან იწყებდნენ სექსს დაფნა? არ ვიცი, გოგოებს 14 წლის ასაკში. ბიჭები 15-16. ნუ ეხლა თან მაშინ აქსელერაცია არ იყო რა და ესე ადრე არ ვითარდებოდნენ. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ რეკომენდირებული თქვენ მითხარით რა. ჩემი გათხოვილი 14 წლის. კი ბატონო, რამდენიც გინდათ. ესე იგი არ არის რა თქმა უნდა ნაადრევი სექსი მიზანშეწონილი არც მამაკაცისთვის და არც ქალისთვის 14-15 წლის ასაკში ნამდვილად არა რისკია ეს გარკვეულად რისკის ფაქტორია თუნდაც ან ორგაზმის აი მიზეზები მკითხა ერთ-ერთი მიზეზი არის ნაადრევი სექსი სხვათა შორის კითხვა არის ვერ ვაღწევ ორგაზმსო და მიზეზი ნაადრევი სექსი ხო არ არის არის ერთ-ერთი მაგრამ მიზეზი უფრო ასე ვთქვათ ეს მულტიკაუზალური პათოლოგიაა რა და რაც შეეხება მამაკაცებში სხვათა შორის ნაადრევი ეკულაციის განვითარებას ზოგიერთი მკვლევარი ასე ვთქვათ უკავშირებს ადრე დაწყებულ ძალიან ადრე მიღებულ ასე ვთქვათ სექსუალურ გამოცდილებას და ისე პრინციპში მამაკაცისთვის მაგალითად არა 18-19 წლის ასაკში უკვე მიზანშეწონილია რომ მას კონდეს მიღებული პირველი სექსუალური გამოცდილება 20 წლის მერე უკვე მიღებულია რა 23-24 წლის ასაკში პრობლემებს ქმნის რა ფსიქოსექსუალური განვითარებასთან მიმართებაში რა და ამიტომ სასურველია ბატონო კითხვა რომელიც მეორდება ვის უფრო სიამოვნებს სექსი ქალს თუ მამაკაცს ორივეს ხო კაცი როგორ განიცდის და როგორ გრძნობს ქალის ორგაზმს როგორ შეიგრძნობს ქალის ორგაზმს რა ვუყოთ თუ ვერ ხვდებით რომ ქალი აგზნებულია ქალი თუ არ გაჩვენებს რომ აგზნებულია მე როგორ უნდა მივხვდე მოკლედ აი ესეთი ცოტა ფსიქოლოგიური ტიპის რაღაც კითხვები არის ესეთი კარგი სიმღერა და ლექსიც არის რა არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ჰქვია ამიტომაც აი არის ასეთი წიგნი რომელსაც ქვია სამედიცინო სექსოლოგიის ნარკვევები რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და ჩათვალეთ რომ იგივე მე ვპასუხობ ამ კითხვებზე რასაც ეს რადიომსმენელი სვამს შესაბამის ფრაგმენტებში იმ წიგნებისა ძალიან დეტალურად არის ეს იყიდეთ ბატონო 11 ლარი და 90 თეთრი გადაიხადეთ და გეკნებათ ყველა საშუალება რომ გაეცნოთ. ნუ ამ ლოგიკას თუ მიყვებით თქვენ ყველა კითხვაზე პასუხი გიწერიათ, ამიტომ ხო ვერ დავხუროთ გადაცემას და რომ უპასუხოთ. ჩემი თავი, მაგრამ ახლა იმდენ რაღაცას მეკითხება რომ ესე იგი მთელი წიგნი უნდა უთხრა. მე შევაგროვე უბრალოდ რამდენიმე კითხვა გავაერთიანე. ანუ ადამიანებს ფსიქოლოგიური ხასიათის უფრო აინტერესებს ვიდრე ფიზიოლოგიური. კი ბატონო, იქ არის ეს ყველაფერი და ესე იგი ჩვენ ლიმიტირებული ვართ დროში სამწუხაროდ, ხო? ეხლა ეს იმხელა ფრაგმენტი გამოვიდა და მასტურბაციაზე კვლავ არის შეკითხვები მოქმედებს თუ არა ადამიანზე რას ურჩევს საზოგადოებას აი ესე იგი თქვენი სტუმარი ჯერ ერთი არ არის ბატონო სტუმარი 1000 ჯერ თქვი უკვე როგორ მოქმედებს ადამიანზე და რას ურჩევს საზოგადოებას ამ საკითხზე საიდან გაიგეს დედაქალაქის კვიდრი რო ვარ სულ სტუმარი ვარ ყველგან სტუმარი ვარ აი ბატონო, აი რას ურჩევს საზოგადოებას? საზოგადოებას მასტურბაციასთან მიმართებაში მე ურჩევ ერთ რაღაცას. კაი კითხვაა, სხვათა შორის მომეწონა ეს კითხვა რა. მე ურჩევ ერთ რაღაცას. მე. ესე იგი, ჩემი რჩევა, სხვა შეიძლება სხვა რჩევა მისცეს, არა? ჩემი რჩევა ის არის, რომ დავანებოთ თავი მასტურბაციის მავნეობის შესახებ დემონიზაციას. საკითხის, ასე ვთქვათ, აი და თვითონ აი მასტურბაციის დემონიზაციას დავანებოთ რა თავი რა. ვერსად ვერ გაექცევა ვერავინ მასტურბაციას.
ვერ მანახებთ მე ადამიანს, ვინც მასტურბაციას არ ეწეოდა, ან არ ეწევა ახლა. განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში. არ გვინდა რა ესეთი რაღაცეები რა ახლა. ამიტომაც ესე იგი რატო ვიძახი? ეს მოარული აზრი, რომ მასტურბაცია აშტერებს, მასტურბაცია აბრმავებს, მასტურბაცია აყრუვებს, მასტურბაცია უშლის მერე განაყოფიერებას ხელს, მასტურბაციამ არღვევს საქალიშვილო საქალწულე ვინც ასე ფიქრობს, მაშინ ესე იგი ის უნდა ცხოვრობდეს მე-17-მე-18 საუკუნეში. მაშინ ესე ფიქრობდნენ. გავიდა იმის მერე ჩემო ძვირფასო რადიოს მენელო 300 წელი მეტი არ უნდა განვითარდეთ? დავჩეთ ისე ვიქა? აი რაღაცა ეჭვი მაქვს რომ მაშინ კიდევ უფრო კარგად იყვნენ განვითარებულები ამ საკითხში. მე ესე მგონია. ბატონო ზურაბ ცოლ-ქმარს შორის ანალური და ორალური სექსი რამდენ პროცენტში არსებობს? ჩვენ მე მგონი არ გვაქვს ეს კვლევა. იცით რა, ახლა საქართველოში ეგეთი კვლევა არ გაკეთებულა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იქნება ამაზე პასუხის მიღება. ყოველ შემთხვევაში სარწმუნო და რელევანტური პასუხის მიღება ძალიან ძნელი იქნება ჩვენ ქვეყანაში. და ისე გაკეთებულია კვლევები და ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია რა. ცოლ-ქმარს შორის. ეტყობა ქმარი გვწერს, რომელსაც უნდა რომ ცოლისგან მიიღოს ეს სიამოვნება და ვერ აღწევს და უკვე პროცენტებზე გადავიდა. კალო. ორიგინალური არ არის. უნდა უთხრას ამ ქალს, კალო, აგერა თქვა კაცო სექსოლოგმა რადიო. ორიგინალური არ არის, მოდით ესე იგი რა ვქნათ, იცი ჩემზე უფრო ავტორიტეტული ადამიანიც იყო ერთი, რომელიც ცოლისგან მოითხოვდა ამას და ეტყობა არღებულობდა დამაკმაყოფილებელ პასუხს და მე რადგა და მშვენიერი ლექსები დაწერა ამის თაობაზე და მკითხველს ასე ვთქვათ გაუზიარა თავის გულის ტკივილი რატომ მტკენს გულსო რატომ მეუბნება ვარსო ეს იყო ცნობილი რომაელი მწერალი მარციალი და ეს ჩვენამდე მოვიდა ეს ლექსები სამწუხაროდ მე თან არ გაქვთ დამოღებული ხო არა მაქვს რა და ჩემ და სამაცხვინო ცაკითხულიც არა მაქვს არ ჩამივარდა ხელში ახლა ეს მარციალის ეს ლექსები რა და მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ჩვენამდე მოაღწია რა შეიძლება არც მოაღწია ეცით ამ ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი თავს ვერ დავდებ შეიძლება უბრალოდ აი ვიღაცა რომელიღაც ისტორიკოსი წერს რომ მარციალმა ესეთი ლექსები დაწერაო მაგრამ შეიძლება მოაღწია და რა ვიცი ვეცდები მოვიძიო ძალიან ბევრი შეკითხვა არის ქალებისგან რომლებიც ორგაზმს ვერ აღწევენ და გვეკითხებიან რა გვეშველება კურნალობით გეშველებათ ყველაფერი გენაცვალე ესე იგი რა არის იცი ძალიან ბევრი ფორმა არის ან ორგაზმისა ძალიან ბევრი ფორმა და უმრავლესი ფორმებისა რა ექვემდებარება კარგად ნახევარზე მეტ შემთხვევაში კურნალობის შედეგი დადებითია 14 წელია გათხოვილი ვარ ჯერ ორგაზმი არ განიმეცდია და სექსის ხსენებაც აღარ მინდა და მეშველება აბარა ეკდება 14 წელი სექსი აქვს და დავთვალოთ ახლა რაოდენობებია რა და არც ერთი ორგაზმი არ განუცდია და შეეჯავრება აბარა მე ურჩევ რომ ჩაიტაროს კურნალობა აი ეს არის ერთადერთი ასე ვთქვათ რჩევა ყველაზე უფრო სწორი და რა თქმა უნდა ბევრი რამე უნდა გადახედოს ცოლ-ქმარმა ასე ვთქვათ ცოლ-ქმრულმა წყვილმა თვითონ სექსთან მიმართებაში რათა და საერთოდ მამაკაცმა უნდა შეუწყოს ხელი ქალს იმისათვის რომ მან მიაღწიოს ორგაზმი მე მოხარული ვარ რომ ახალგაზრდა თაობა ჩვენი ამ თვალსაჩინო არის ძალიან ასე ვთქვათ მოწადინებული რა და მე მივესალმები მას და ესეთი მამაკაცი ნამდვილად საჭიროებს დიდ პატივისცემას. ცოტა უცნაური კითხვაა. ვისაც ესე უყვარს თავისი ცოლი. ბატონო ზურაბ ნიკოტინთან დამოკიდებულება საზარდულის ზომას ამოკლებს თუ არა 2 სანტიმეტრით სიმართლე მაინტერესებს. აი მე რა ასე იგი რა იცით რა ნიკოტინს ძალიან ბევრი უბედურება მოაქვს რა მათ შორის ნიკოტინი იმდენად ნუ რა გითხრათ მაგრამ თლიანად აი თამბაქოს წევა ძალიან ნეგატიურად აისახება მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე, მათ შორის ერექციაზე. ეხლა ეს ძალიან დიდი თემაა და არ მინდა ჩავორმავდე მაგაში. საზარდულის ზომას 2 სანტიმეტრი. საზარდული მე ვერ გავიგე რა არის, ალბათ 100 ზომაა კვედელობაში რა. ზომებზე ნამდვილად არ მოქმედებს, მაგრამ ფუნქციაზე ნამდვილად მოქმედებს. ნამდვილად მოქმედებს ნეგატიურად. ზომაზე ნუ ეშინია არ მოქმედებს. რამდენად საშიშია საფენების გამოყენება, ქალიშვილისთვის თუ შეიძლება ტამპონების გამოყენება, აი გოგონას აინტერესებს. ნუ ახლა რა თქმა უნდა ინტრავაგინალური ტამპონები რო არის, არა, ობეი თუ რაღაცა რო ქვია, არ ვიცი რა ქვია. ნუ უკეთებთ ახლა რეკლამას, ნუ არის ტამპონი უბრალოდ. ობეი, ოკეი ხო. კიდე. სადღა არის, აღარ არის. ესე იგი სავსეა ყველა აფთიაქში და ნუ უკეთებთ რეკლამას მეთქი გეუბნები. კარგი, არ უკეთებ. ესე იგი, აი ესეთი რა თქმა უნდა არ არის სასურველი. ქალიშვილისთვის ტამპონი არ არის სასურველი. ეს თემა საფენები რა. კიდევ ვაიმე ძალიან ბევრი შეკითხვა როგორ მოვასწროთ ეს ყველაფერი.
იქნებ მითხრათო ერთდროულად ორივე სქესის ორგანოებით რომ იბადება ადამიანი, რამდენად ბუნებრივია, როგორ შეიძლება ხეს ბუნებრივი იყოს. ან რა ფენომენია და რა მიზეზი იწვევს ამას. ჰერმაფროდიტიზმია ახლა, მიზეზები, თეორიები შეიძლება მაგისი ჩამოყალიბებული იქნას, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი, როდესაც ორივე ასე ვთქვათ სქესი არის უკიდურესად იშვიათია. უფრო ხშირი არის ცრუ ჰერმაფროდიტიზმი. ესე იგი, რეალურად ის არის მამაკაცი, მაგრამ ესე იგი აი ატავისტური, ასე ვთქვათ, ორგანოს სახით დამატებითი. ზოგიერთს მიაჩნია ამ კვლევარს, რომ აი ჭიაყელასებრი ნაწლავი ხო, ან აპენდიქსი ხო, ბრმანაწლავს არა, ბრმანაწლავის წანაზარდია ესე. ეს ატავიზმია ხო, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს, მაგრამ არის. აი ესეთი რაღაცა არის, ხდება რა. აი ესეთი კითხვა კიდე რას მეტყვით დილის და ღამის სექსზე, რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელ ლობისთვის? ორივე სასარგებლოა, ორივე კარგია, უბრალოდ მამაკაცისთვის უფრო კომფორტული არის დილის სექსი. იმიტომ რომ დილისათვის მამაკაცს ესე იგი სპონტანური. და ქალს რა უჭირს რო დილო? უნდა გაიღვიძოს რა და ეს. ადრე არის ღვიძებს ოჯახის საქმე. ხა დილის 5-ზე და რაღაცა. დილის 5-ზე 6-ზე არის ყველაზე ასე ვთქვათ ტესტოსტერონის ყველაზე მაღალი დონე რა. ტალღისებურია ტესტოსტერონი მაგაზე. 5-ზე რომელი კაცი იღვიძებს ახლა მაგისტვის რა. ერექცია დაინახა და გაიღვიძა, უბრალოდ იგრძნო და გაიღვიძა. სავსებით შესაძლებელია და დაუწყო ცოლს გაღვიძება და ცოლი ცოდოა ამ დროს და მამაკაცისთვის დილის სექსი კომფორტულია რა. უკეთესია ერექცია რა ამ დროს ხშირად. ხაჩოს ერთ-ერთი მეთოდი არის სექსოლოგები ურჩევენ გადავიდნენ ღამის სექსიდან დილის სექსზე რა და მშვენივრად იკურნება პაციენტი მაგ დროს. ბატონო ზურაბ შესაძლოა თუ არა რაიმე ტესტის სახით გავიგოთ მაქვს თუ არა დროული ეაკულაცია. შეიძლება რა, შეიძლება მობძანდით ბატონო ჩემო და დავადგენთ. ბატონო ზურაბ არის თუ არა შესაძლებელი ერთ წუთში ქალის დაკმაყოფილება სექსის შემთხვევაში თუ ეს ქალის კატეგორიაზე ორ დამოკიდებული. გააჩნია ახლა ერთი წუთი საიდან ითვლის ეს ერთ წუთს? თუ ითვლის იქიდან რომ ქალი დაინახა ხელი მოკიდა და წავიდნენ საწოლში, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. მაგრამ 100-ს შეყვანით მომენტიდან არა თუ მაგალითად აი 50-60 ფრიქცია მაინც განახორციელა, შეიძლება მიაღწიოს ორგანიზმს. გააჩნია ქალი რამდენად სექსუალურია და რამდენად ადვილად აღწევს ორგაზმს. მოგესალმებით, ძალიან კომპლექსდები ბიჭთან და სექსუალური დისფუნქცია ქალიშვილებში როგორ მიმდინარეობს? რა ნიშნებით და რით შეიძლება იყოს გამოხატული? მე ურჩევდი ამ გოგონას ცოტა უფრო გაბედული იყოს, არ არის საჭირო, ბიჭები არ იკბინებიან. ზოგჯერ ბიჭებს ხო რაღაცა საკეთებია. არავინ არ ძალადობს ეს თუბეთი წამს რა. ვაიმე არ თქვათ ეგ არ თქვათ. ერთადერთი რა არის იცით? არა, კი გასაგებია მასაში ახლა ვიძახით თორე ახლა უფრო ხშირად თორე ახლა ყველაფერი ხდება, არის ხო სექსუალური ძალადობაც არის, გაუპატიურებაც არის ყველაფერი, მაგრამ ამისი ახლა სექსუალური ძალადობის დემონიზაციაც არ შეიძლება რა დაფნა რა. კი ამაზრზენი რაღაცაა, მაგრამ არ შეიძლება რა მაგის დემონიზაცია, ხო? ესე იგი, იმის რომ არსებობს ალბათობა, რომ გოგონა გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მაგის გამო ყველა ბიჭი შეიძულოს. ეს სწორია? ეს ხო დემონიზაციაა რა პრობლემის. არ შეიძლება ეგრე რა. საინტერესო კითხვა. ვარ თითქმის 19 წლის ერთი წელიწადია სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობ, თავიდან თითქოს მომწონდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც აკრძალული ხილი იყო, ხოლო დრო გავიდა და მივხვდი რომ ორგაზმს ვერ ვაღწევ. მოთხოვნილება გამიჩნდა ძლიერი და დაუკმაყოფილებლობა ძალიან მიფუჭებს ნერვულ სისტემას, ძალიან ფსიხი გავხდიო, განსაკუთრებით სექსის შემდეგ. როგორ მოვიქცე? რა არის იცით ესე იგი აქ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე რა. აი ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ ეს ქორწინებაში ეს გოგონა ეტყობა. იცით რა არის ჩვენი გოგონები, ქორწი გოგონები ძირითადად ბიჭებიც, მაგრამ უფრო ხშირად გოგონები. ჩვენი გოგონები ქორწინებაში შედიან ძირითადი мотиваცია არის ცნობის მოყარეობა. ეს ზუსტად იმას იძახის, ხო? რომას იძახის? თავიდან მომწონდაო, იმიტომ რომ მაინტერესებდა რა არის. ამიტომ თხოვდებიან რა და ეს ხო კარგი არ არის რა. მოდით. ხო, მაგრამ რა ვქნათ? გულზე ხელი რაღაცა უნდა ვქნათ, რაღაცას უნდა გადავხედოთ, რაღაცები უნდა გადავაფასოთ, ხო? მოდი ნუ დავაკონკრეტებთ რა. ცნობის მოყარეობის გამო ადამიანი ოჯახს არ უნდა ქმნიდეს რა. ამიტომაც სულ არ მიკვირს რომ გოგონას აქ ანორგაზმია.
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი მიზეზი რაც არის ხო? ნაადრევი ქორწინება და ნაადრევი სექსი. ალბათ, ჯერ მისთვის ალბათ ნაადრევი. ბატონო, აი ძალიან საინტერესო რაღაცა. მე რას ურჩევ? ხო, თუ შეიძლება ურჩიეთ და მე იმკურნალოს და მორჩება, ყველაფერი კარგად იქნება. მე მქონდა შემთხვევა წერს მამაკაცი როგორც ჩანს, გოგო მეჯდა ცხენზე გადმოვარდა და რო ვკითხე რა მოგივიდა მეთქი მითხრა ორგაზმი განვიცადეო, მაინტერესებს როგორ შეიძლება ცხენზე განიცადოს ორგაზმი. ძალიან მარტივად უნაგირიზე რო ზის არა, ახლა ქალია რა. კლიტორთან ძალიან ახლო, ასე ვთქვათ, კონტაქტი ხდება მაგ დროს და მოძრაობაც შესაბამისი ძალიან მარტივად შეიძლება ამ დროს მოხდეს ორგაზმი. მე არ ვიძახი რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს და ისე საერთოდ წინა საუკუნეებში ქალი სხვანაირად ჯდებოდა ცხენზე რა მოითქვათ ესე ჯერი კაბარეთსა ხო გვერდულად ხო ამიტომ შაქარი რა შუაში კითხვის პასუხი გვაინტერესებსო და შაქარი შუაში არ არის თავშია და შაქარი არის შუაში კი არა თავში და ძალიან ეს ის შაქარი არ არის საშაქრეში რო გიყრიათ შაქრიანი დიაბეტი ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულება დიაბეტური ნეიროპათია და კიდე მრავალი სხვა გართულებები რომლებიც მათ შორის ერექციის დარღვევა ძალიან ხშირად მიწევს სექსი შეგნებულად ვიღებ ალკოჰოლს რომ აქტი გაგრძელდეს დიდხანს რამდენად საშიშია ალბათ საშიში არ არის უბრალოდ უსურვებ რომ ძალიან მიაწვება ალკოჰოლს იმიტომ რომ ამან იცის მიჩვევა რა ალკოჰოლიზმი ქვია მაგას ქრონიკული იმედი ეს არ მოხდება. მაგრამ ისე ალკოჰოლი რო ახანგძლივებს, ასე ვთქვათ, ეაკულაციის დადგომას, ეს ფაქტია. მაგრამ მე მაინც ურჩევ, იცით, ალკოჰოლი არ არის რა საუკეთესო მკურნალობის მეთოდი ბჭყალებში ვთქვათ რა. საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა ექიმ-სექსოლოგთან მისვლა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა. ძალიან ბევრი კითხვები არის რა არის მასტურბაცია და ასე შემდეგ. ბატონო რატომ მეკარგება სექსის სურვილი? გადამისამართებას ატყდება ხო მასტურბაციას და რატომ მეკარგება სურვილი მასტურბაციის შემდეგ? საერთოდ აღარ მიზიდავსო საპირისპირო სქესიო მასტურბაციის შემდეგ? რამდენი წლის არის ნეტა? პატარა იქნება ხა ამ კითხვას სერიოზული ადამიანი დასვა? არა, ნამდვილად არასერიოზული კითხვაა რა და საინტერესოა მასტურბაციას რო ეწევა საპირისპირო სქესზე აქვს ფანტაზიები? როგორ არის დაცებს აბა? მასტურბაცია ფანტაზიის ზეგავლენით ხდება და რაზე აქვს ფანტაზია საინტერესოა? არ ვიცი ვერ გეტყვით. არ ვიცი. მაინტერესებს სად მივიდო, სად ვიმკურნალო, მაგრამ რაღაც გაწყვეტილი SMS-ი ამას მოვძებნით, რა არის მასტურბაცია, ეს ძალიან ბავშვები. სად მივიდეს, სად იმკურნალოს, მე მგონი არსებობს ინტერნეტი, არსებობს Facebook-ი, ხო? 16 წლის გავთხოვდი, ჩემი მეუღლე მიყვარს, მაგრამ მასთან სექსი არ მიდაცებს, რას მირჩევთო? ჩვენ რა უნდა ურჩიოთ? უპასუხეთ უკვე ჩვენ მაგას რა, ერთ-ერთი ის არის რა, ერთ-ერთი მიზეზი. მაქვს 14 სანტიმეტრის პენისი, ქალი კარგად კმაყოფილდება ამ ზომით? საკმარისია, კარგად. ნერვიულობს, დაგძელება არ უნდა. ვარ 15 წლის გოგონა, სექსი არ მქონია ძალიან ხშირად, ონანიზმით ვარ დაკავებული სიგიჟემდე მინდა სექსი, მაგრამ თავს ვიკავებ, იქნებ მირჩიოთ რამე გთხოვთ. რა შემიძლია ურჩიო, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, კარგია რომ ყავდეს შეყვარებული, მართლა შეყვარებული რა. ის კი არა რომ ესე იგი რაღაცნაირად სექსი იტაცებდეს მხოლოდ იმიტომ რომ ესე იგი ცნობის მოყვარეობის და გამო არა ეგრე საჭირო არ არის რომანტიკული ურთიერთობები ქონდეს უფრო მეტი და იცით რა კიდე რა არის კარგი სპორტით დაკავება ჯანსაღი ცხოვრების წესი და საერთოდ ინტერესიანი და შინაარსიანი ცხოვრება და ისე მასტურბაციის ნუგეშინია შვილო არაფერი არ არის თქვენ ასაკში მასტურბაცია ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენ გვანებივრებს ჩვენი მსმენელი რაფო თავისი ლექსებით მასტერსი და ფროიდი და ექიმი კინზი ამდენ რჩევებს რომ გვაძლევთ თუ ართ ამის ღირსი მასტურბაცია იმიტაცია გადაიღალა ბიჭი ვასია მე მგონი უნდა დავასრულოთ ეს იმითი რომ კაი მთქმელს კაი გამგონიც უნდა მაგრამ მე მინდა არა ეს არ არის ბოლო კითხვა არა უფრო მაგარი კითხვა მე მინდა ესე იგი ვთქვა რომ ჩვენ კარგი გამგონი მყავს
ჩვენი მსმენელი კარგი მსმენელია. ძალიან კარგი და მინდა მსმენელობა. მივესალმო და მოვეფერო ჩვენ მსმენელს რით კიდევ. შეიძლება მკერდის გაზრდა ოპერაციის გარეშე? მე ვიცი სად მიდის ამ კითხვის ფესვები. ვიღაცა ამბობს, რომ ვარჯიშით და საკუთარი მკერდის მოფერებით გამიგია ეგ სისულელე და ესეთ განან. იცით რა, ესე იგი ეს პლასტიკური ქირურგების და მამოლოგების ისა დაუტოვოთ იმათ რა. სხვის პორს ნუ მაჭმევთ ხალხო არ მინდა რა. არა ეს ჩემი საქმე რა. კეთილი დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ძალიან ბევრ კითხვაზე გავეცით პასუხი, მაგრამ კიდე დაგვრჩა და მოვუბოდიშებ რადიო მსმენელებს, ვისაც ვერ გავეცით პასუხი. ნაწილი პასუხებისა ბატონ ზურაბის წიგნშია, ისეთი პასუხები როგორც მქონდა ქლამიდიოზი, გამონადენი მაქვს და ასე შემდეგ, ეს უფრო გინეკოლოგთან ეს კითხვები და მიმართეთ. 66 21 27. წიგნის შესაძენად. წიგნის შესაძენად. ქლამიდიოზიც არის იქ და ყველაფერი არის იქ. მომავალ შეხვედრამდე მშვიდობიან ძილს გისურვებთ და რა ვიცი თქვენს გუნდს გაემარჯოს, ვისაც გულშემატკივრო კაი ფეხბურთს გიშო, ვინც გინდა ემან გაემარჯოს, გინდა ბრაზილიამ და გინდა გერმანიამ, კაი ფეხბურთი იყოს და პენლებით ნუ მოიგებენ რა. და საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო და არა, ავღელდები რა. შევარცხვინე პენლებით მოგებული თამაში და პენლებით გამხდარი ჩემპიონი რა. მეც არ მინდა რომ პენლებით შევარცხვინე რა. ეს სამარცხვინო, FIFA-ს პოზიცია ამ პენლებთან მიმართებაში. ეს არის სამარცხვინო. არ შემიძლია რა ვთქვა ესა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი. კარგად ზამდებოდეთ. საღამოში ძილინებისა, თვითფასო რა დროს საღამოა რა. Ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი.